ეს იყო კიევზე ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი თავდასხმა აქამდე. დასასრულს სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, ხოლო სულ მცირე 58 დაშავდა. პუტინმა ისევ სამოქალაქო პირები ამოიღო მიზანში. ამჯერად ზელენსკიმ უკრაინის სამხედროებს მიმართა. მოემზადეთ პასუხისთვის. მათ მართლაც მოემზადნენ და რუსეთმა ეს ტკივილი იქცნო. უკრაინამ ისეთი რამ გააკეთა, რამაც რუსეთი ისე ალდა, როგორც არასდროს, რადგან მასიური დრონების იერიშმა რუსეთის მასშტაბით რამდენიმე ობიექტი გაანადგურა. კიევზე თავდასხმა სასტიკი იყო. მაისის 14-მდე ღამით აფეთქებებმა ქალაქი შეძრა, როცა რუსეთმა ათეულობით რაკეტა და ასობით დრონი გამოუშვა უკრაინის დედაქალაქზე იერიშის მისატანად. ბლიცის დროს დიდი საცხოვრებელი კორპუსი განადგურდა. დაღუპულებს შორის 3 ბავშვი იყო, მათ შორის ყველაზე პატარა 12 წლის გოგონა. რუსეთის იერიშის დასრულებისას უკრაინის სამხედროებმა 665 დრონი და 56 რაკეტა დაითვალეს. უკრაინამ მათი უმეტესობის ჩამოგდება შეძლო. რუსეთის 652 დრონი უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს, ასევე 12 ისკანდერისა და S-400-ის რაკეტა და კიდევ 29 K-101 ფრთოსანი რაკეტა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. რუსეთის ზოგიერთი რაკეტა და დრონი მაინც გაარღვიეს თავდაცვა კიევში 11 საცხოვრებელ შენობას და უკრაინის მასშტაბით კიდევ 50-ის დაარტყა. მაგრამ უკრაინამ როგორც ყოველთვის გამბედაობით უპასუხა და ბევრად უფრო დამანგრეველი პასუხის გასაცემად მოემზადა. სამაშველო ოპერაცია სწრაფი იყო და ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. 15 მაისს დილის 9:00 საათისთვის უკრაინამ დაასრულა სამძებრო სამაშველო ოპერაცია საცხოვრებელ შენობაში დნეპრის ნაპირზე, სადაც ნანგრევებში გადარჩენილებს ეძებდნენ. მაგრამ როცა ტრაგედია კიევში ვითარდებოდა, სხვაგან გეგმები მზადდებოდა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიხამ პროცესი დაიწყო. მან მოითხოვა გაეროს უშიშროების საბჭოს ხდომის მოწვევა და სხვა საერთაშორისო პლატფორმების გამოყენება, რათა უპასუხოს რუსეთის მიერ უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებსა და ჰუმანიტარული პერსონალის წინააღმდეგ თავდასხმებს. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია დიპლომატიურ დონეზე, რა თქმა უნდა, მაგრამ პუტინმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მას არ აინტერესებს, რას ფიქრობს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. მან შეითავსა ომის დამნაშავის როლი. და არ აქვს მნიშვნელობა, რა სიტყვის გაერო, ის მაინც დარჩება ამ როლში. როდესაც სიბიხა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას ითხოვდა, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბევრად უფრო პირდაპირ რეაგირებას მოითხოვდა, როგორც უკრაინისგან, ასევე მისი პარტნიორებისგან. პარტნიორების მიმართულებით ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მინიმუმ 1 Kh-121 ტიპის რაკეტა, რომელმაც კიევში საცხოვრებელ შენობას დაარტყა, 2026 წლის მეორე კვარტალში იყო აგებული. ეს ზელენსკის გზაა იმის აღსანიშნავად, რომ სანქციები საკმარისად ეფექტური არ არის იმისთვის, რომ რუსეთს შეუშალოს ხელი თავისი რაკეტებისთვის საჭირო კომპონენტების მოპოვებაში. უკრაინის პარტნიორებს დროული შეხსენება მიეწოდათ, კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთდეს. მაგრამ როდესაც ჩვეულებრივი სანქციები ვერ მუშაობს, უკრაინას აქვს თავისი ძალისმიერი სანქციები, რომელთაც შეუძლია დაეკრდნოს. ზელენსკიმ გასცა განკარგულება, უკრაინის სამხედროებმა უნდა მოემზადონ ჩვენი პასუხის შესაძლო ფორმატებისთვის რუსეთის სასიკვდილო საჰაერო თავდასხმაზე. ამ მომზადებას ბევრი დრო არ დასჭიროებია. რუსეთისკენ გიგანტური ცეცხლოვანი ბურთები მიემართებოდა და ისინი სწრაფად მოდიოდნენ. 15 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ რუსეთზე საკუთარი შორ მანძილზე მოქმედი დრონების მასიური შეტევა განახორციელა. მხოლოდ უკრაინამ არ აირჩია პუტინის მსგავსი მშიშარა გზა. სანამ რუსეთის ლიდერი მშვიდობიან მოსახლეობას აშინებს, უკრაინა ყურადღებას ამახვილებს ნავთობისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებაზე. 15 მაისს რუსეთის რიაზანის ოლქი გახდა სამიზნე და მალე გაიგებთ რატომ. რიაზანი არ არის ყველაზე შორი სამიზნე, რომელსაც უკრაინას შეეძლო დაერტყა. ის მდებარეობს დაახლოებით 450 კილომეტრში უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვართან, რომელიც სუმის ოლქს გასდევს. ის ასევე მდებარეობს მოსკოვიდან დაახლოებით 180 კილომეტრით სამხრეთ-აღმოსავლეთით, რაც მას იდეალურ სამიზნედ აქცევს შურისძიების დარტყმისთვის. საკმარისად შორს, რომ პუტინს დაუმტკიცოს, უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი არსენალი იმდენად ძლიერია, რომ ნებისმიერ სამიზნეს მიაღწევს და ამავე დროს საკმარისად ახლოს მოსკოვთან, რომ პუტინს მიანიშნოს. უნჯობესია ისევ თავის ბუნკერებში იმალოს, როგორც ამას 2026 წლის უმეტეს ნაწილში აკეთებდა. ასე რომ უკრაინას იდეალური რეგიონი ჰქონდა დასარტყმელად. ახლა კი სამიზნე სჭირდებოდა. და რიაზანი სწორედ ის ადგილია, სადაც მდებარეობს რაღაც ისეთი, რომლის წართმევაც უკრაინას პუტინისთვის დიდი სიამოვნებით სურდა. რიაზანის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქარხანაა მთელ რუსეთში. როდესაც ქარხანა სრულად მუშაობს, ის წელიწადში 17.1 მილიონ ტონაზე მეტ ნავთობს ამუშავებს და ნედლ ნავთობს გარდაქმნის გადამუშავებულ პროდუქტებად, როგორიცაა ბენზინი და დიზელი. ეს პროდუქტები შეიძლება გამოიყენოს რუსეთის სამხედროებმა უკრაინაში, ხოლო რუსეთის ნავთობ კომპანიებმა გაყიდონ იმ ქვეყნებზე, რომლებიც მზად არიან უგულებელყონ სანქციები და შეიძინონ რუსეთის იაფფასიანი ნავთობპროდუქტები. თუ გაანადგურებ ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანას, შური იძიე პუტინის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ მკვლელობაზე და ამავდროულად უზრუნავყოფ, რომ უკრაინა ერთგული დარჩეს თავისი სტრატეგიისა, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის სამხედრო მანქანის დასუსტებას. აი სწორედ ეს გააკეთა უკრაინამ. რიაზანის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა ახლა ითვის მას შემდეგ, რაც უკრაინამ მასზე გამანადგურებელი საჰაერო იერიში მიიტანა.
Telegram-ზე გავრცელებულმა ცნობებმა უკრაინის იერიშის შედეგები აჩვენ. XI Lower Plus-მა, რომელიც ომის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე სანდო დამოუკიდებელ წყაროდ ითვლებოდა და ასახავდა, რა ხდება სინამდვილეში, როცა უკრაინა რუსეთს უტევს, 15 მაისის Telegram პოსტში გამოკვეთა ის ზიანი, რაც უკრაინამ მიატენა. სამივე ფოტო ადასტურებს, რომ უკრაინის დრონებმა მიზნები დააზიანეს. თითოეულში ერთსა და იმავეს ვხედავთ. რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში არსებულმა ცეცხლმა უზარმაზარი შავი კვამლი ააფრინა ცაში. უკვე დაბნელებული რიაზანის ცა ჯოჯოხეთის მსგავსად გამოიყურება, როცა ცეცხლის ალი შორიდან ანათებს და სმოგის საბანი ვრცელდება. დროის გასვლასთან ერთად ადგილზე მყოფი სამოქალაქო პირების ცნობებმა უკრაინის შურისძიების მასშტაბი გამოავლინა. დღეს უკრაინა იუწყება, რომ რიაზანში მცხოვრებმა ადამიანებმა დაახლოებით ადგილობრივი დროით ღამის 2 საათზე დაიწყეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქებების შესახებ შეტყობინებების გავრცელება. უკრაინის დარტყმის ბოლოსთვის ქალაქის სხვადასხვა ნაწილში რამდენიმე ათეული ძლიერი აფეთქება გაისმა. მოგვიანებით რუსეთი ამტკიცებდა, რომ უკრაინა მხოლოდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე კი არა, ბევრად მეტ ობიექტზე მიიტანა იერიში. ცდილობდა წარმოეჩინა თითქოს ქვეყნის პასუხი ისეთივე ტერორისტული იყო, როგორც რუსეთმა კიევში ჩაიდინა. რუსეთი იტყვებოდა. მალე გაჩვენებთ, საიდან ვიცით ეს. იგივე გამოცემა იუწყება, რომ რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქებების ხმა დილის 5 საათზე წისმოდა. 3 საათის შემდეგ, რაც თავდაპირველი აფეთქებები დაფიქსირდა. ამ დროს უკრაინას შესაძლოა კვლავ აგზავნიდა დრონებს ოლქში. ან ასევე შესაძლებელია, რომ უკრაინის დრონებმა თავდაპირველი დარტყმისას ისეთი მასშტაბური ხანძრები გამოიწვია, რომ ხანძრის გავრცელებისას მეორადი აფეთქებები გარდაუვალი გახდა. ვიდეოში, რომელიც Supernova Plus-მა თავის Telegram ახზე გააზიარა, ჩვენ ძალიან მოკლედ ხედავთ ერთ-ერთ იმ დრონს, რომელიც უკრაინამ რიაზანში გაგზავნა. დრონი მიზნისკენ მიფრინავს და მიწიდან მის დამახასიათებელი ბზუილი ისმის. რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები გასროლებს ახორციელებენ, მაგრამ არც ერთი მათგანი ახლოსაც არ მიდის. ეს დრონი ერთ-ერთი იყო იმ მრავალთაგან, რომელიც უკრაინამ რიაზანში შურისძიების მიზნით გაგზავნა. ზოგმა დრონმა აშკარად მიზანს მიაღწია. კიევში რუსეთის მიერ ამდენი მშვიდობიანი მოქალაქის მოკლისა და დაჭრის შემდეგ, უკრაინის შურისძიების პასუხად რუსეთის რეაქცია, ასე ვთქვათ, ტიპური იყო. როგორც ჩანს, მსოფლიოს ყველაზე ზუსტმა დრონის ნამსხვრევებმა კიდევ ერთხელ დაარტყა. ამის შესახებ რიაზანის ოლქის გუბერნატორმა პავლო მალკოვმა განაცხადა, რომელმაც თქვა, რომ დრონის ნამსხვრევები ოლქის ტერიტორიაზე ერთ-ერთ დაუკონკრეტებელ საწარმოს დაეცა. ჩვენ არ გვჭირდება მალკოვასგან იმის დაკონკრეტება, რა საწარმო იყო ეს. ჩვენ ეს ვიცით. ვხედავთ, როგორ ეხვევა ის ცეცხლის ბურთში, რომელიც ცას ანათებს. არ ვიცით, რას ამატებს უკრაინა თავის დრონების ნამსხვრევებში, მაგრამ ჩანს, რომ ისინი ისეთივე ძლიერია, როგორც თვითონ დრონები. სარკაზმს რომ თავი დავანებოთ, მალკოვამ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა უკრაინის თავდასხმის შემდეგ. და ეს განცხადება ყველაფერს ცვლის. თუ ეს სიმართლეა, ეს გვაჩვენებს, რომ სიტუაცია იმდენად გამწვავდა, რომ უკრაინა თავად რუსეთის სტრატეგიას იყენებს მის წინააღმდეგ. მაგრამ სანამ ამაზე ვისაუბრებთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ამ არხიდან ინფორმაციას იღებთ, არ დაგავიწყდეთ გამოწერა, რომ ნახოთ ჩვენი ანალიზი უკრაინის დამანგრეველი დარტყმების შესახებ რუსეთის წინააღმდეგ. აბა რა იყო მთავარი განცხადება, რომელიც მალკოვამ გააკეთა? თავის დრონის ნამსხვრევების საბაბს ჩაკიდებულმა მალკოვამ განაცხადა, რომ უკრაინის დარტყმის შედეგად 3 რუსი სამოქალაქო პირი დაიღუპა და კიდევ 12 დაშავდა. მალკოვას თქმით, ნამსხვრევები საცხოვრებელ შენობებს დაეცა, რაც აშკარად მიანიშნებს, რომ რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა არ იყო უკრაინის ერთადერთი სამიზნე. 15 მაისის ადრეულ საათებში. ასებობს ვიდეოებით, რომლებიც ამას ადასტურებს. Supernova Plus-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოებში მართლაც ჩანს ცეცხლში გახვეული საცხოვრებელი შენობა, ხოლო რუსეთი ამტკიცებს, რომ ამის მიზეზი უკრაინული დრონები, ან უпростоრად, მათი ნამსხვრევები იყო. რუსეთს უნდა რომ იფიქროთ, თითქოს უკრაინა სამოქალაქო პირებს ესხმის თავს, ზუსტად ისე, როგორც რუსეთი აკეთებდა კიევში. ეს პროპაგანდაა. ეს პუტინის კიდევ ერთი ხრიკია. ის ყველაფერს ამბობს, რაც შეუძლია, რომ თავისი ლიდერი დააკმაყოფილოს. და ზოგიერთისთვის ეს იმუშავებს. პუტინს უნდა რომ იფიქროთ, თითქოს მისი თავდასხმები უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობაზე გამართლებულია, რადგან უკრაინაც იგივეს აკეთებს. პუტინი და მისი მარიონეტები იტყუებიან და ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რომ ეს დავამტკიცოთ. ვერავინ უარყოფს იმას, რასაც ვხედავთ რუსეთის საცხოვრებელი კორპუსების ვიდეო ჩანაწერებში. მართლა არის ხანძრები, ასევე უზარმაზარი ხვრელები იმ შენობების გვერდებზე, რაც შეიძლება დრონების ან დრონების ნამსხვრევების პირდაპირი დარტყმის შედეგი იყოს. თუმცა არსებობს ერთი ვიდეო, რომელიც უარყოფს ყველაფერს, რისი დაჯერებაც მალკოვას სურს რომ გჯეროდეთ. იმ ვიდეოში ვხედავთ, რა იყო სინამდვილეში რუსეთის საცხოვრებელ შენობებზე დაზიანების მიზეზი და ამის დასანახად მხოლოდ პირველი რამდენიმე წამი გჭირდება. დრონი საერთოდ არ ყოფილა ჩართული. ამის ნაცვლად რუსეთის ერთ-ერთმა პანცირის საჰაერო თავდაცვამ გაისროლა, რამაც გამოიწვია ძლიერი აფეთქება, მანქანის სიგნალიზაციები ამუშავა და იმ შენობის გვერდზე უზარმაზარი ხვრელი დატოვა, რომელსაც ესროლა. ამ კადრებიდან ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება. ნუ თუ პანცირი იმდენად არაზუსტია, რომ მთელი შენობა დრონად მიიჩნია. ნუ თუ მან განზრახ ესროლა შენობას, რათა რუსეთს შეექმნა ნარატივი, თითქოს უკრაინული დრონები რუს სამოქალაქო პირებს ესხმიან თავს. შესაძლოა ამ კითხვებზე პასუხები ვერასდროს მივიღოთ, მაგრამ ერთი რამ ცხადია. რუსეთი საკუთარ თავს და საკუთარ ხალხს ურტყამს. როგორც ჩანს, რუსეთის საჰაერო თავდაცვა უფრო საშიშია საკუთარი ხალხისთვის, ვიდრე უკრაინული დრონები, რომლებმაც რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს. უბრუნდებით იმ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას.
უკრაინამ რუსეთს აჩვენა, რომ შეუძლიათ კივილი მიაყენოს ტერორისტული ტაქტიკის გარეშე, რაც პუტინის მთელი უკრაინაში შეჭრის ნიშანი იყო. რიაზანი იწვის, რადგან უკრაინამ შეიმუშავა ისეთი შესაძლებლობები, რომელთა მოსვლასაც რუსეთი ვერ წარმოიდგენდა. ეს ჰანა ნოტის თქმითაა, რომელიც ჯეიმს მარტინის გაავრცელებლობის კვლევების ცენტრის ევრაზიის გაავრცელებლობის პროგრამის დირექტორია. ნოტი Kiev Independent-თან საუბარში ამბობს, რომ უკრაინამ აშკარად მოიპოვა უნარი, მიატენოს ტკივილი რუსეთს ისე, როგორც ადრე არ შეეძლო. შემდეგ ნოტი აფრთხილებს იმას, რაც პუტინს არ სურს მოისმინოს. ეს შესაძლებლობა არსად გაქრება. მაგრამ მოიცავეთ ერთი წუთით. შეიძლება ფიქრობთ, დარწმუნებული ვარ. ადრეაც მსმენია, რომ უკრაინამ რიაზანის უზარმაზარ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მიიტანა იერიში. როგორ არის ეს რამე ახალი? თქვენ მართალი ხართ. უკრაინამ რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზეც წარსულშიც რამდენჯერმე მიიტანა იერიში. ბოლოს კი 2025 წლის დეკემბერში. ის დეკემბრის იერიში უკვე მე-9 წარმატებული თავდასხმა იყო ამავე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, მხოლოდ 2025 წელს. და ის გაგრძელება იყო იმ თავდასხმის, რომელმაც რიაზანის ქარხანა წინა ნოემბერში სრულად გააჩერა. მაშ, როგორ არის ის, რასაც ახლა ვხედავთ ისეთი ტკივილი, როგორიც რუსეთს არასდროს გამოუცდია? თუ უკრაინის დრონები რიაზანს უკვე წელიწადზე მეტია ესხმის თავს? ორი პასუხია. სიმძლავრე და მასშტაბი. რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა აჩვენებს, რომ უკრაინის საჰაერო სტრატეგია იმდენად განვითარდა, რომ ახლა მას შეუძლია რუსეთში გაცილებით დიდი დრონების ჯგუფები გაგზავნოს, ვიდრე ოდესმე. წარსულში ის თავდასხმა, რომელზეც ამ ვიდეოში ვსაუბრობთ, ცალკეული დარტყმა იქნებოდა. მაგრამ ახლა ეს არის მთავარი ამბავი შურისძიების თავდასხმაში, რომელმაც რამდენიმე რუსულ რეგიონს და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებსაც დაარტყა. როდესაც რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწოდა, უკრაინის შორი მოქმედების იარაღიც მოსკოვისკენ მიემართებოდა, რამაც რეგიონის გუბერნატორი სერგეი სობიანინი აიძულა განცხადება გაეკეთებინა, სადაც ამტკიცებდა, რომ მოსკოვის საჰაერო თავდაცვამ უკრაინის 5 დრონი ჩამოაგდო. რუსეთის სხვა რეგიონებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საჰაერო თავდაცვა ასეთი წარმატებული ვერ აღმოჩნდა. რუსეთის ქალაქ იაცკში უკრაინის შორ მანძილზე მოქმედმა დრონებმა გაანადგურეს ბერია B ბორიასი ალტაირის ტიპის თვითმფრინავი და კაოცი 7-ის ტიპის ვერტმფრენი. პირველი მათგანი საინტერესოა, რადგან რუსეთი თავის ბერია B ბორიასიებს სახანძრო თვითმფრინავებად იყენებს. შესაძლოა უკრაინა ემზადება კიდევ ერთი დარტყმისთვის, რომელსაც ელოდება, რომ იაისკში ხანძარი გაჩნდება და სურს რუსეთს სახანძრო შესაძლებლობები შეუზღუდოს. ამას ემატებოდა თავდასხმები უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში. ლუგანსკში უკრაინამ გაანადგურა ტორე-მორიის საჰაერო თავდაცვის სისტემა, ხოლო კირიმში კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის სისტემა გამოვიდა მწყობრიდან. ამჯერად ეს იყო პანცირ S1. ხო, ეს რუსეთს გადაარჩენს იმაში, რომ კიდევ რამდენიმე საკუთარ შენობას არ დაარტყას თავისი საჰაერო თავდაცვის სისტემებით. ეს ასევე ნიშნავს, რომ ოკუპირებულ რეგიონებზე კიდევ რამდენიმე უსაფრთხო საჰაერო დერეფანი შეიქმნა, რაც უკრაინას მომავალში მეტი საჰაერო იერიშის განხორციელებაში დაეხმარება. ეს ყველაფერი იყო გამართლებული პასუხი იმაზე, რაც რუსეთმა კიევს გაუკეთა. როგორც მოგვიანებით განაცხადა ზელენსკიმ, როცა ასევე გაამხილა, რომ უკრაინამ გაანადგურა REDUP 2 US-ის საკომუნიკაციო სისტემა და მშრალი ტვირთის გემი, რომელიც რუსული ძალებისთვის საბრძოლო მასალას ეზიდებოდა. უკრაინის დრონებმა 15 მაისს რუსეთში 1000 კილომეტრამდე სიღრმეში შეაღწიეს და რამდენიმე ობიექტს დაარტყეს. ეს არის პრობლემა პუტინისთვის. რიაზანი მხოლოდ ერთ-ერთი იყო მრავალთაგან. და ეს აჩვენებს მას, რომ უკრაინას ახლა შეუძლია გაუშვას ყოვლის მომცველი დრონების ჯგუფები, რომლებიც უტოლდება ან აღემატება იმას, რასაც რუსეთი აგზავნის უკრაინაში. ეს უკანასკნელი მართლაც მოხდა მარტში. უკრაინამ მარტში რუსეთს დრონების რაოდენობით 800-ზე მეტით გადააჭარბა. საშუალოდ 227 დრონი გაუშვა რუსეთში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ასე რომ, რაოდენობა პრობლემაა პუტინისთვის, მაგრამ ნამდვილი პრობლემა როგორც პუტინისთვის, ასევე რიაზანისთვის არის ეს. უკრაინის დრონები უფრო ძლიერები და უფრო მრავალრიცხოვანი ხდებიან. ეს არის მთავარი განსხვავება 15 მაისის რიაზანზე თავდასხმასა და წინა თავდასხმებს შორის. ამას შეგვიძლია დავინახოთ კიდეც იმ უზარმაზარი ხანძრის მიხედვით, რომელიც უკრაინამ გამოიწვია. უკრაინა ახლა დღეში დაახლოებით 200 შორ მანძილზე მოქმედ დრონს აწარმოებს, იუწყება United 24 Media. და ისინი განსხვავდებიან იმ დრონებისგან, რომლებიც უკრაინამ ადრე გამოიყენა. ისინი შიშორს დაფრინავენ, მაგრამ შედარებით მცირე საბრძოლო ქობინები აქვთ. მაშინ როცა ახლა უკვე არსებობს ისეთი მონსტრები, როგორიცაა Flamingos დრონი რაკეტის ჰიბრიდი. Flamingos საბრძოლო ქობინი წონით 1100 კილოგრამამდეა, რაც წარმოუდგენლად დიდი დამანგრეველი ძალაა და უკრაინას წარსულში უბრალოდ არ შეეძლო ასეთი იარაღის რუსეთში შეტანა. მას უერთდება დრონები, რომლებიც შეიძლება ნაკლებად ძლიერი იყოს, მაგრამ მაინც სერიოზულ ზიანს აყენებს. მაგალითად FP1, რომელსაც შეუძლია 1000 კილომეტრზე მეტი მანძილის დაფარვა და 105 კილოგრამიანი საბრძოლო ქობინის მიტანა, ასევე FP2. ამ დრონის 200 კილომეტრიანი სიშორე იდეალურია ოკუპირებული ტერიტორიების დასაფრთხმელად და ის ატარებს 158 კილოგრამ ასაფეთქებელ ნივთიერებას. ძალა თუ მოცულობას დავუმატებ, მიიღებ განადგურებას. რუსეთმა ეს მწარედ იწვნია რიაზანში 15 მაისს. და რადგან უკრაინა მუშაობს თავისი წარმოებისა და დრონების შესაძლებლობების გაძლიერებაზე, ეს მხოლოდ უფრო გაუარესდება რუსეთისთვის. 11 მაისს, სულ 4 დღით ადრე, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აფეთქებამდე, უკრაინამ გამოაცხადა ახალი პარტნიორობის შესახებ გერმანიასთან, რომლის ფარგლებშიც ეს ორი ქვეყანა ერთად აწარმოებს შორ მანძილზე მოქმედ დრონებს.
ეს მხოლოდ ერთ-ერთია იმ რამდენიმე მსგავსი დრონული პარტნიორობიდან, რომელიც უკრაინამ ბოლო რამდენიმე თვეში ჩამოაყალიბა. და გავრცელებული ინფორმაციით, ისინი იმუშავებენ დრონების შექმნაზე, რომელსაც 1500 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. მეტი კიდევ მოდის პუტინ. მალე მხოლოდ რიაზანი არ დაიწვება. რაც შეეხება იმას, რას ნიშნავს ეს ყველაფერი ომის მომავალისთვის, ორი მთავარი დასკვნა არსებობს. პირველი, უკრაინის შურისძიების დარტყმა აჩვენებს განსხვავებას რუსულ და უკრაინულ მიდგომებს შორის, შორ მანძილზე შეტევებისას. რუსეთი სამოქალაქო პირებს ესხმის თავს. დიახ, ინფრასტრუქტურასაც აზიანებს, მაგრამ პუტინის მთავარი მიზანი თავისი ღრმა დარტყმებით არის, რაც შეიძლება მეტად დააშინოს ისინი, ვინც ფრონტზე არ არიან. კიევში დაღუპული 24 და დაჭრილი 48 ადამიანი უერთდება საშინელ სტატისტიკას. 15578 უკრაინელი სამოქალაქო პირი მოკლულია და 43342 დაჭრილია. 31 მარტის მდგომარეობით გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისიის ოფისის მონაცემებით. ეს მონაცემები მხოლოდ იმ სამოქალაქო სიკვდილიანობას მოიცავს, რომელიც დადასტურებულიდლია და რეალური რიცხვები შეიძლება ბევრად უფრო მაღალი იყოს, აცხადებენ ოფისში. საპირისპიროდ უკრაინა ყურადღებას ამახვილებს რუსეთის ნავთობზე და მის ინდუსტრიულ გულზე. ასრეგობს სამოქალაქო მსხვერპლი, თუმცა ისინი განზრახული არ არის და როგორც 15 მაისს ვიხილეთ, ზოგჯერ ისინი გამოწვეულია რუსული იარაღის გაუმართავობით. მაგრამ უკრაინის პრიორიტეტი ყოველთვის პუტინის საომარი მანქანის დასუსტებაა, რადგან მიაჩნია, რომ მისი დარტყმები საკმარისია, რათა რუს სამოქალაქო მოსახლეობას გზავნილი მიაწვდინოს, მათზე პირდაპირი თავდასხმის გარეშე. უკრაინა აქ გონივრულად იქცევა. მან იცის, რომ პუტინის პროპაგანდისტული მანქანა შეეცდება მას ტერორისტულ სახელმწიფოდ წარმოაჩინოს, თუ ის სამოქალაქო მოსახლეობას დაესხმება თავს. რუსეთი სწორედ ამას ცდილობს, როგორც ვნახეთ რიაზანის გუბერნატორის პასუხში. მაგრამ უკრაინა მორალურ უპირატესობას ინარჩუნებს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ზიანს მაინც აყენებს. და რაც შეეხება ამ ზიანს, გადავდივართ მეორე დასკვნაზე. უკრაინა უახლოეს მომავალში რუსულ ნავთობზე ზეწოლას არ აპირებს შეწყვეტას. ვეტა რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა მოხდა რამდენიმე სხვა თავდასხმას ასმას, რომლებმაც რამდენიმე დრით ადრე რუსული ნავთობისა და გაზის ობიექტები ამოიღეს მიზანში. 13 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ დრონებმა პირდაპირ დარტყმები მიაყენეს იაროსლავის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას იაროსლავში და ამ პროცესში გაანადგურეს AVT-ის ძირითადი ნავთობის გადამამუშავებელი დანადგარი. კიდევ ერთმა დარტყმამ ასტრახანის გაზის გადამამუშავებელ ქარხანაზე ასტრახანში ხანძარი გამოიწვია. კრასნოდარის მხარეში უკრაინამ ასევე შეუტია ტამანის საზღვაო პორტს, სავარაუდოდ იმის მცდელობით, რომ რუსეთს სხვა ქვეყნებში ნავთობპროდუქტების ექსპორტი შეეჩერებინა. ამ ტიპის დარტყმებს აშკარა გავლენა აქვს რუსეთის ნავთობის გაყიდვის შესაძლებლობაზე, რაც თავის მხრივ ზღუდავს კრემლის შესაძლებლობას ნავთობის შემოსავლების დაბეგვრით დააფინანსოს პუტინის საომარი მანქანა. 13 მაისს როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2025 წლის იმავე თვესთან შედარებით, აპრილში რუსეთის ნედლი ნავთობის წარმოება დღეში 460,000 ბარელით შემცირდა. უკრაინის ახალი ხმა ამატებს, რომ რუსეთის ნავთობის წარმოება ახლა 2009 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, რაც აჩვენებს, რომ უკრაინის კინეტიკური სანქციები უკიდურესად ეფექტური. 15 მაისს United 24 მედია ითხოვინება, რომ რუსეთის ნავთობის გადაზიდვები ბალტიის ზღვის პორტებიდან, რომელსაც უკრაინა რამდენიმე თვეა განმეორებით უტევს, 31%-ით შემცირდა. თუ ნავთობის სექტორს პარალიზებას მოუხდნენ, რუსეთის საომარი მანქანა დაინგრევა. როდესაც რიაზანი კიდევ ერთხელ იწვის, პუტინმა ისწავლა, რომ მისი ტერორისტული თავდასხმები უკრაინაზე ყოველთვის მიიღებს პასუხს. უკრაინის რიაზანზე დარტყმა იყო შურისძიებაც და იმ სტრატეგიის გაგრძელებაც, რომელსაც ის დიდი ხანია იყენებს. და რადგან უკრაინის დრონები უფრო ძლიერები და მრავალრიცხოვანი ხდებიან, რიაზანში გაჩენილი ცეცხლი მიუხედავად მათი შთამბეჭდავობისა, შეიძლება ფერმკრთალად ჩანდეს იმასთან შედარებით, რაც მომავალში მოხდება. ამის მიუხედავად, უკრაინას ახლა ასევე მოუწევს მოემზადოს კიდევ ერთი საომარი მანქანის შესაძლო გააქტიურებისთვის. ბელარუსი და მისი გიჟური დიქტატორი ალექსანდრ ლუკაშენკო დგამენ რამდენიმე გიჟურ ნაბიჯს, რაც შეიძლება მიუთითებდეს, რომ უკრაინისთვის ახალი საფრთხე ჰორიზონტზეა. იქნება თუ არა უკრაინა მზად ამისთვის. გაიგეთ ამ კითხვაზე პასუხი და ჩვენი ვიდეოს ყურებით შეითხვეთ, რას ცდილობს ლუკაშენკო. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show, რომ არ გამოგრჩეთ ჩვენი უკრაინის დამანგრეველი დარტყმების გაშუქება რუსეთის წინააღმდეგ. და როგორც ყოველთვის, მადლობას გიხდით ყურებისთვის.